გაიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა მოგესალმებით რადიო ემიდის ღია ეთერში ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს სელექტიური კონტრაქტირება. ეს არის თემა, რომელზედაც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და აქ თავაზობთ ინტერაქტივისტვის განკუთვნილ შეკითხვას. როგორ აფასებთ ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში? 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. თემაზე რცლად ვისაუბრებთ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარინე დარახველიძესთან. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, მადლობა რომ მიიღებთ პროექტში მონაწილეობას. ქალბატონო მარინა, რა ცვლილებები შედის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში? საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები, რაც უკავშირდება სელექტიურ კონტრაქტირებას, პირველად ხორციელდება. ჩვენ დავიწყეთ პერინატალური სისტემის ფარგლებში სელექტიური კონტრაქტირება. ამასთან სელექტიური კონტრაქტირება დავიწყეთ დიდ ქალაქებში, საწყის ეტაპზე, თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, სადაც სერვისის პროვაიდერების მეტი რაოდენობა, ორზე მეტი სერვის პროვაიდერია, იმის გათვალისწინებით, რომ თქვათ, თუ კი გარკვეული დაწესებულებები ვერ განახორციელებენ დადგენილ პირობებს, ვერ დააკმაყოფილებენ, არ მოხდებიან სელექტიურ კონტრაქტში, ამით მოსახლეობას არ შეეზღუდოს ფიზიკური ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისზე. ამდენად ეს იყო ჩვენი პირველი მოტივი. შემდეგ სელექტიური კონტრაქტირება ამ ეტაპზე ეხება მხოლოდ მეორე და მესამე დონის სერვისის მიმწოდებლებს, პერინატალური სერვისის დონებს გულისხმობ, რადგანაც დიდ ქალაქებში, ზოგადად იქ, სადაც დიდია ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ჩვენ აქცენტი გვაქვს მხოლოდ მაღალი დონის სერვისებზე. გავახსენებ ჩვენ მსმენელს, რომ პირველი დონის სერვისი ძირითადად აქცენტირებულია ისეთ ადგილებში, თქვათ მაღალმთიანი რეგიონები, საზღვრისპირა რეგიონი შეიძლება, სადაც ფიზიკური ხელმისაწვდომობა უკიდურესად აუცილებელია, თუმცა შესაბამისი დატვირთვები არ არის, მცირეა მშობიარობების რიცხვი, მაგრამ მაინც აუცილებელია სერვისის შენარჩუნება, შეიძლება გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო იკეტებოდეს ზამთრის პერიოდში. და სასურველია, რომ იყოს მაინც სერვისის რაღაც დონე. ეს არის მხოლოდ ფიზიოლოგიური დროული მშობიარობის მიღების უფლების მქონე დაწესებულებები, სადაც საკეისრო კვეთა მხოლოდ დაშვებულია გადაუდებელ შემთხვევებში, მას შედარებით მარტივი მოთხოვნები აქვს მეორე და მესამე დონის დაწესებულებებთან შედარებით. ამდენად ესეც იყო ერთ-ერთი პირობა სელექტიური კონტრაქტირებისთვის. სელექტიური კონტრაქტი იმ დაწესებულებებს გაუფორმდებათ, რომლებსაც დადგენილების გარდა მოეთხოვებათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ეს პირველად შემოდის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, ხელშეკრულება თავისი სპეციფიური პირობებით, რომლებიც ყველას გაუფორმდება ინდივიდუალურად. გარდა დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, ისინი დააკმაყოფილებულნი იქნებიან დააკმაყოფილონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ჩვენ დღევანდელ დღეს მეორე და მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებლებისათვის სელექტიური კონტრაქტირების დასადებად ორი ძირითადი პირობა გამოვიყენეთ. ეს არის ვალდებულება, რომ ეს კლინიკები ფლობდნენ პერინატალური დონის მოვლის შესაბამის სერტიფიკატს, რომელსაც თავისი მინიჭების პროცედურა გააჩნია და მეორე წელიწადში მათ უნდა ქონდეთ 500-ზე მეტი მშობიარობა, საკეისრო კვეთეს ერთ რიცხვში გადის და ამისათვის ჩვენ ავიღეთ წინასრული წლის მონაცემები. ხოლო იმ კლინიკებისათვის, რომელსაც ასეთი მონაცემი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ მათ ერთ წელზე ნაკლები დროის ვადაში დაიწყეს ფუნქციონირება, ანუ ახალი ამოქმედებულნი არიან, ჩვენ გამონაკლისი დავაწესეთ ამ ეტაპზე ამ პირობას, ანუ მეორე პირობას ჯერჯერობით
ვერ მოვთხოვთ და დავაკვირდებით, როდესაც უკვე ისტორია შეექმნებათ 1 წელი, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს პირობაც მათთვის შევა ძალაში. ეს დაშვება გაკეთდა იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს ახალი სერვის პროვაიდერის შემოსვლა სისტემაში და ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ისიც, რომ სრული დატვირთვის სიმძლავრის მისაღწევად მათ დაწესებულებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. კაპიტან მარინა, ჩაგეკითხებით თუ შეიძლება. ბატონო? ჩაგეკითხებით თუ შეიძლება. როგორც მინისტრმა განაცხადა, განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით მოკვლევა, რის შესახებაც თქვენ სწორედ ამ წუთებში საუბრობდით ჩვენთან ეთერში, რა აჩვენა ამ პროცესმა და საერთო ჯამში რატომ დადგა დღის წესრიგში ამგვარი ცვლილებების განხორციელება? ჩვენ კარგად გავაანალიზეთ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული პერინატალური სერვის პროვაიდერების შესახებ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია. გამოვიყენეთ როგორც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის განყოფილებაში არსებული მონაცემები, რათა სრული წარმოდგენა გვექნოდა თითოეული მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შემდეგ რა სერვის პროვაიდერი რამდენი დარჩებოდა ბაზარზე, ხომ არ მოხდებოდა ფიზიკური ხელმისაწვდომობის შეზღუდვა სამედიცინო სერვისებზე. ამიტომაც სწორედ ასეთი არჩევანი გავაკეთეთ. და პირველ ეტაპზე, სრულად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება თითოეული მათგანის არსებობა, თითოეული პირობის არსებობა. ეს უპირველეს ყოვლისა კავშირში არის სამედიცინო მომსახურების ხარისხთან. განმარტავ რატომ. ხარისხთან დაკავშირებით, დონის ფლობა აუცილებელი მოთხოვნა დაწესებულებისათვის. სერვისის პროვაიდერისთვის დაწესებული მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით მოიცავს, მოთხოვნებს ინფრასტრუქტურის მიმართ, სამედიცინო პერსონალის მიმართ, აღჭურვილობის მიმართ, ასევე იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დაწესებულებაში დონის შესაბამისი პაციენტის მშობიარის მიღება და რა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რეფერალი, რომ პაციენტმა დროულად მიიღოს მისი დიაგნოზის შესაბამისი მომსახურება, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში არის ხარისხთან და პაციენტის უსაფრთხოებასთან. დღეს საქართველოს 2/3-ზე მეტი დასრულებულია პერინატალური სისტემის რეგიონალიზაცია. დარჩა მხოლოდ სამხრეთ საქართველოს, სამხრეთ-ჯავახეთი და კახეთი, რომელიც როგორც თქვენ ხედავთ, არც მოხვდა სელექტიურ კონტრაქტირებაში, წელს დასრულდება იქ პროექტი. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ყველა ის რეგიონი მათ ირგვლივ, რაც მდებარეობს სრულად შესრულებულია რეგიონალიზაცია, ყველა დაწესებულებას ან აქვს მინიჭებული სერტიფიკატი, ან ამ შემთხვევაში უარი ეთქვა და აქვს მიწოდებული გამოსასწორებელი ვადა. კაპიტან მარინა, რაც თქვენ ბრძანეთ. მშობიარობების ოდენობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ ანალოგიას მონაცემი, როგორც გითხარით, მშობიარობების ოდენობა ეს საერთაშორისო გამოცდილებასთან დაკავშირებული მონაცემია, რომელიც პროფესიონალებმა ძალიან კარგად იციან. დატვირთვის მაჩვენებელი მოცულობა პირდაპირ კავშირშია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასთან და მომსახურების ხარისხთან. უფრო ნაკლები ოდენობით მშობიარობები, მათ შორის საკეისრო კვეთასაც გულისხმობ, ეს არის საშიშროება პერსონალის დისკვალიფიკაციის და შესაბამისად სერვისის გაუარესების. კაპიტან მარინა, სამინისტრო ადიჭებს დავასრულოთ, შეიძლება სანამ ჩვენ აი ამ მონაცემებს თქვა დადგენილებაში ავსახავდით პროფესიულ თემთან, გქონდა ურთიერთობა ასევე დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრებთან. მინდა გითხრათ, რომ მათი შემოთავაზებული საბაზისო მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი იყო, მაგრამ რადგან ჩვენ ახლახანს ვიწყებთ აი ამ პროექტს ვერ უწოდებთ, ანუ სელექტიური კონტრაქტირების პირველ ნაბიჯებსგან, ამდენად პირველ რიგში ავიღეთ საბაზისო მაჩვენებელი და ყოველ წელს მომდევნო ეტაპებზე გაზრდილი იქნება ეს ოდენობა იმისათვის, რომ საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი კრიტერიუმები. კაპიტან მარინა, სამინისტრო ანიჭებს კლინიკებს შესაბამის დონეებს?
თუ არის სპეციალური საბჭო ამისთვის შექმნილი? სამინისტროში არსებობს პერინატალური სისტემის რეგიონალიზაციის მარეგულირებელი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დარგის ექსპერტებთან ერთად ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური მხარდაჭერით, როგორც არის UNICEF, GSI, Rotary კლუბი, UNFPA ახორციელებს სამედიცინო დაწესებულების შეფასებას წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ეს არის დამტკიცებული 2015 წლის იანვარში მინისტრის ბრძანებით და მთელი ამ ხნის პერიოდში მიმდინარეობდა წვეთითეული რეგიონის მიხედვით. დავიწყეთ იმერეთი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის პილოტით და პილოტის დასრულების შემდეგ ის თანდათან გავრცელდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, თბილისში თვითონ და პრაქტიკულად როგორც აღნიშნეთ, ორი რეგიონი ხეთანთიანეთში ასევე მხოლოდ ორი რეგიონია ჯერჯერობით დარჩენილი და ამ წლის ბოლომდე ის დამთავრდება. კაპიტან მარინა, რადგან კლინიკების შემოსავლის ძირითადი წყარო ხშირ შემთხვევაში არის სწორედ საყოველთაო დაზღვევიდან მიღებული თანხები, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ეს სიახლე როგორ ფიქრობთ, ხომ არ გამოიწევს კონკრეტული კლინიკების თუ განყოფილებების დახურვას? იცით არ გამოვრით რომ შესაძლებელია სელექტიური კონტრაქტი ამას სწორედ ამას მოიაზრებს რომ თავარი პირობა ჩვენი არის რომ დაწესებულებამ ეს კრიტერიუმი დააკმაყოფილოს. ჩვენი მოტივია რომ სასურველია თუნდაც ყველა დაწესებულებამ დააკმაყოფილოს და თუ საუბრობთ და ჩვენი აქცენტი გაკეთებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, რასაც მიუძღვენით სელექტიური კონტრაქტირების დაწყება, მაშინ ცენტრი აი ამ ინტერესის არის პაციენტი და მისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხი, ამდენად ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე და ამ მიზნებიდან გამომდინარე ჩვენი დაწესებულებები ორიენტირებული უნდა იყვნენ არა ვთქვათ იმაზე რომ როგორმე ეცადონ იგივე პირობებით გააგრძელონ მუშაობა, არამედ როგორმე დააკმაყოფილონ სელექტიური კონტრაქტით დადგენილი პირობები და შემოუერთდნენ თქვათ თუ კი ასეთი მოხდება იმ დაწესებულებებს რომლებიც თქვათ დარჩებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. კაპიტან მარინა, ჩაგეკითხებით ისევ ამ თემასთან დაკავშირებით. არ ვუკრძალავთ მათ ფუნქციონირებას, ეს არ არის სანებართო პირობა, ისინი ჩვეულებრივად უფლებამოსილი არიან სერვისი. თუმცა ვერ მიიღებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამაში არიან, ხო? შიდა სტანდარტის პირობებით. თუმცა ისინი ვერ მიიღებენ ისეთ პაციენტებს, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან, ასეა, ხო? არა ჯანდაცვის პროგრამის მიღმა არის კიდევ დარჩენილი მოსახლეობა საკმაოდ სოლიდური ოდენობით, რომლებიც კერძოდ არიან დაზღვეული, ან კორპორატიული დაზღვევით არიან, ან ვთქვათ არ სარგებლობენ ისეთი მომსახურებით, ან არ არიან ვთქვათ პროგრამის მონაწილეები, არიან ასეთი სტატუსის მქონე ადამიანები, შეიძლება მათთვის ან ვთქვათ ისურვებენ რომ არ იყვნენ საყოველთაოს ბენეფიციარები, თქვენ მოგეხსენებათ წინა თვეში ასეთი შესაძლებლობაც გაჩნდა რომ თუ ადამიანს არ აქვს სურვილი ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვით, მაშინ მას შესაბამისი განაცხადი გააკეთოს და მისი გადაცაწყვეტი იქნება რომელ კლინიკაში თუნდაც ის არ იყოს პროგრამის სერვის პროვაიდერი მიიღოს სერვისი. გასაგებია, კაპიტან მარინა, მაშინ როცა ძველი სისტემის მეშვეობით პაციენტს ჰქონდა სამიანო კლინიკის შერჩევის თავისუფლება, ბუნებრივია ეს ახლა არ ეზღუდება შესაბამისი დონეებიდან უნდა აერჩიოს მან მისთვის სასურველი. თუმცა მაინც აკეთებდა ცხადი ამ არჩევას მისთვის მისაღები გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ზღუდავს ეს სიახლე პაციენტთა უფლებებს? ხომ არ წარმოქმნის მთელ რიგ პრობლემებს იმავე დონეების განსაზღვრის მიხედვით, მაგალითად მიდის იმ კლინიკაში, რომელსაც აქვს მესამე დონე მინიჭებული და ვერ იღებს იმ მომსახურებას, რომელიც მეორე დონისთვის არის, ვთქვათ, განსაზღვრული. ხომ არ შეუქმნის ეს პაციენტს გარკვეულ დისკომფორტს? არა, ვფიქრობ, ცალსახად შემიძლია ამასთან დაკავშირებით გიპასუხოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კეთდება პაციენტისათვის, პაციენტზე ორიენტირებულია ყველა ეს მომსახურების
თუნდაც დონეებად დაყოფა, თუნდაც სელექტიური კონტრაქტირება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პაციენტები არ წარმოადგენენ ჯანდაცვის როგორც წესი, ჩვენ ვართ პაციენტები პოტენციური ნებისმიერი ჩვენთაგანი, მაგრამ არ გულისხმობ ამას. და პაციენტი არ ჯანდაცვის მუშაკს არ წარმოადგენს და არ არის ვალდებული კონდეს სპეციფიური ცოდნა ამ სისტემის თაობაზე. სწორედ ჯანდაცვის ორგანიზატორს ევალება, რომ შექმნას ისეთი პირობები მისი სპეციფიური ცოდნიდან გამომდინარე, რომ პაციენტმა მიიღოს სწორი დროში და სივრცეში მასზე ორიენტირებული მომსახურება. თქვენ ბრძანებთ, რომ თქვათ მეორე და მესამე დონეს შორის განსხვავება. შეგახსენებთ, რომ მეორე დონე ეს არის სპეციალიზირებული სერვისი, ხოლო მესამე ეს არის სუბსპეციალიზირებული. ყოველი მომდევნო დონე მოიცავს სრულად წინა დონის მომსახურებას და მას აქვს დამატებით სერვისი, რომელიც მხოლოდ იქ შეიძლება განხორციელდეს მისი ინფრასტრუქტურიდან, პერსონალის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, პაციენტმა არ უნდა იმტრიოს თავი იმაზე, რომელი იქნება სწორი მომსახურება მიიღოს ამ დონეზე თუ იმ დონეზე. უკვე ეს კარგი სპეციალისტების არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებულია. ეს სისტემა ამართლებს და ჩვენ ვიყენებთ უკვე აპრობირებულ გამოცდილებას. ასე რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ვუბიძგებთ პაციენტს ორი არჩევანისაკენ. მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს თანაბარი დონის კლინიკებს შორის. არ უნდა შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა დონის მომსახურება, თუ კი მის დიაგნოზთან მიმართებაში ის არ არის რელევანტურია. თუ მას სჭირდება მესამე დონის მომსახურება, არჩევანს აკეთებს რამდენიმე მესამე დონის კლინიკას შორის, თუ მას სჭირდება მეორე დონის მომსახურება, მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს როგორც მეორე დონის, ასევე მესამე დონის. ამის შესახებ ინფორმაციას როგორ მოიპოვებს? საკმაოდ რთულია გაერკვა, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება, ვთქვათ, უკვე 1 მარტიდან შედის ზედეთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ეს სიახლეები და ცვლილებები, თუ მარტის დასაწყისშივე, ვთქვათ, უწევს გარკვეული პროცედურების ჩატარება? არ არის სირთულე, ეს არ არის, იმიტომ რომ სისტემა 1 მარტიდან სელექტიური კონტრაქტირება შევიდა ძალაში, თორემ სისტემა 2015 წლიდან თანდათანობით ეტაპობრივად ძალაშია შესული და პაციენტებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ იმისათვის, რომ მათი სერვის პროვაიდერი ამოირჩიონ. ამ თვალსაზრისით, ქალაქებში მე განსაკუთრებით, სადაც ჩვენ ყავს მხოლოდ მეორე და მესამე დონის პროვაიდერები ორიენტირებული ვართ ამ დონის სერვისის განვითარებაზე, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის მიმღები კლინიკები, არამედ გარკვეული საკმაოდ სერიოზული პათოლოგიების გამტარებელი კლინიკები. მათ აქვს სრული უნარი მიიღონ და დახმარება გაუწიონ ქალებს, რომლებიც ვთქვათ, მხოლოდ ფიზიოლოგიურად კი არა, გარკვეული სამიანო პათოლოგიებით არიან ასე ვთქვათ დიაგნოსტირებული, ხოლო მესამე დონე ეს არის სუბსპეციალიზირებული დონე, რომლებსაც იმის გარდა, რაც მეორე დონით იფარება, აქვს უფლება გაატარონ ვთქვათ ექსტრაგენიტალური დაავადებები. მაგალითისთვის პოპულარულ ენაზე რომ ავხსნათ, ეს არის კლინიკები, ვთქვათ, რომელსაც შეუძლია მიიღოს ორსული, უმძიმესი სამიანო პათოლოგიით, ასევე ისეთი დაავადებით, რომლებიც არ არის სამიანო, ვთქვათ, აქვს ამავდროულად ნაღელკენჭოვანი დაავადება და საჭიროებს სპეციალისტის მეთვალყურეობას ერთდროულად. გულის დაავადება, გულის მანკი აქვს მძიმე, ან სისტემური დაავადება აქვს, რაიმე პათოლოგია და გარდა ჩვეულებრივი სამშობიარო სახლის პერსონალისა, მათ სჭირდება კიდე სხვა პროფილის ექიმების დახმარება. და მარტივად რომ ვთქვათ, ასე ძალიან ნაადრევი ახალშობილის მომლოდინე დედა ხდება ასეთ სტაციონარში, იმიტომ რომ მესამე დონე აღჭურვილია ახალშობილთა ინტენსიური მოვლით რეანიმაციით და ასეთ სტაციონარში მშობიარობა დიდი შანსია მისი ახალშობილის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ ოქროს წუთის პრინციპით პირველივე წუთებში და საათებში დროულად დაწყებული ადეკვატური
მომსხურება გადარჩენის მეტ შანსს აძლევს. გასაგებია, ქალბატონ მარინა, სამწუხაროდ სისტემური მიდგომა. სამწუხაროდ რა მოგვეწურა, უბრალოდ ძალიან მოკლედ ორი სიტყვით მიპასუხეთ. სამინისტრო კლინიკებს დონებს ერთჯერადად ანიჭებს თუ პერიოდულად მოხდება ამის გადახედვა? არა, პერიოდულად მოხდება. 2017 წლის ბოლოს დასრულდება ეს პროცესი და პირველადად ყველას ექნება მინიჭებული. მე თქვა რომ უკვე თავრობის დადგენილებით ეს დონის ქონა ხდება ბართო პირობა რეგულირების სააგენტოს შეამოწმებს რეგულარულად და იგი გარკვეული პერიოდულობით დაექვემდებარება გადამოწმებას. უღრმესი მადლობა. მარინა დარახველიძე საუბრობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ღიეთერს დავუბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში მოკლე სარეკლამო ჯრის შემდეგ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. სელექტიური კონტრაქტირება 1 მარტიდან შედის ძალაში. როგორ აფასებთ ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში? შეგიძლიათ დარეკოთ და სწორედ ამ საკითხზე გამოხატოთ ღიად საკუთარი პოზიცია. ნომრები გახლავთ ღიეთერის 292 11 88 292 11 89 გადაცემის პირველ ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე გვერდებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ცვლილებების შესახებ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად 1 მარტიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ კლინიკებში, სადაც წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარია და პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე. თემაზე საუბარს განვაგრძობთ ექსპერტთან ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძესთან. მოგესალმებით ბატონო სერგო, მადლობა რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. მოგესალმებით, მადლობს მოწვევისთვის. ბატონო სერგო, სელექტიური კონტრაქტირება ცვლილებები შედის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. როგორ აფასებთ თქვენ ამ ფაქტს? ხო, ეს საკმაოდ რთული თემაა სელექტიური კონტრაქტირება, როგორც თქვენ გადაცემის კუჩით იყო, ეს შეეხება ჯერჯერობით სამიანო გინეკოლოგიურ დაწესებულებებს, რომელსაც კრიტერიუმები თქვენ ახსენეთ. შემდგომში ეს გავრცელდება უკვე სხვა პროფილის საავადმყოფოებზე. აქ ცოტა სხვანაირად დავაყენებდი საკითხს, რომ რამდენად ეს მოაგვარებს უბრალოდ კონსა ვიტყვი, რომ კრიტერიუმები აუცილებლად საჭიროა და ეს კრიტერიუმები თქვათ იგივე რაღაცაზე ნაკლები რაოდენობის თქვათ პაციენტს თუ იღებს რომ ვერ ჩაერთვება და ასე შემდეგ. ეს პრინციპში აპრობირებული მეთოდია, ეს ევროპის ქვეყნებსაც რო გადახედოთ, იქაც არის მსგავსი კრიტერიუმები. უბრალოდ აქ საკითხი დგას იმაში, რომ რამდენად მომზადებულია ეს, რამდენად მომზადებულები ვხვდებით თქვათ ამ ცვლილებებს, რამდენად კარგად გააზრებული იქნება ის, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება ნაჩქარევად, ჩვენ შეიძლება დავდგეთ ისეთ საფრთხის წინაშე, როგორც არის თქვათ იგივე საწყლების ნაკლებობა თქვათ ქალაქში, ხო? ჯერჯერობით დიდ ქალაქებს შეეხება ეს. რამდენად კარგად არის აი ეს გაცვლილი. ამასთან დაკავშირებით მე როგორც ექსპერტს მაქვს კითხვები. გარდა ამისა, ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც ეს კეთება და უბრალოდ მიზეზი ის არის, რომ მოხდეს გარკვეული ხარჯების შეკავება იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ სელექტიური კონტრაქტირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. იმ პრობლემას მხოლოდ 100 მილიონზე მეტი გადახარჯვა მხოლოდ ეს პროგრამის ფარგლებში. ქვეყანაზე სამინისტროს გასაკვირველია, მარტო ეს ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მეორე კიდევ რასაც აღნიშნავდი არის ის, რომ ეს პროგრამა უბრალოდ სელექტიური კონტრაქტირება თვითონ იგივე როდესაც ეს გავრცელდება უკვე სხვა კლინიკებზე, თვითონ კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესი, თქვათ, როგორ მიუდგება ეს თქვათ საავადმყოფოებს, საკმაოდ გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს, იმიტომ რომ მეც გამიჩნდა ეს ეჭვი სხვა სპეციალისტებმაც გამოთქვეს, თქვათ, ეჭვი რომ ხომ არ მოხდება აქ რაღაცა, ხომ არ იქნება რაღაცა პროტექციონის ადგილი, ნეპოტიზმის და ასე შემდეგ. ხომ არ მოხდება მიზანმიმართულად მცირე ზომის კლინიკების თქვათ გაკოტრება, რომ შემდგომ უფრო მსხვილებმა შეიწყიდონ და ასე შემდგომ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმის მოწმე, რომ მსგავს თქვათ ოლიგოპოლიური, მონოპოლისტური მიდგომების ადგილი აქვს და იმის საშიშროება, რომ ეს პროცესი არ გამჭვირვალეთ წარიმართოს, ნამდვილად არის. შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი
პროცესი, რამდენად სპეციალისტები ამ პროცესში იქნებიან ჩართული, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ იგივე ხა დაზღვევასთან დაკავშირებით, კერძო დაზღვევასთან დაკავშირებით ძალიან ესეთი შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა ემსჯელა ამ საკითხებზე, როგორ მოხდებოდა მათი გამიჯვნა კერძო და სახელმწიფო თქვათ სადაზღვევო ეტის თქვათ იქნებოდა დაშენების პრინციპი თუ მექანიკური თქვათ გავლება ზღვის ექნება ვისა და ამ შემდეგ ბევრი საკითხები ამაზე სამუშაო ჯგუფს უნდა ემსჯელა, რომელშიც იქნებოდნენ სპეციალისტები, საზღვაო სფეროს წარმომადგენლები, სამინისტროს პარლამენტის კომიტეტის ეგიდით მოხდა ეს. თუმცა შეიკრიბა ეს ჯგუფი და არანაირი გაგრძელება ამას არ მოყოლდა და 2 კვირაში მიიღო ყველასგანაც თქვათ კონსულტაციის გარეშე სამინისტრომ ბრძანება და უკვე თქვათ გამოაქვეყნა ეს როცა გაყო კერძო და სახელმწიფო დაზღვევები. ხომ აი მსგავსი მიდგომა რატომ მოვიყვანე მაგალითად რომ ანუ სპეციალისტებთან კონსულტაციის, ფართე კონსულტაციის ჩართულობის გარეშე მოხდა ეს ყველაფერი. იგივეს ვხედავ მე იგივე ამ სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით და სხვა პროცესებთან როგორც გაიცემის პირველმა სტუმარმა აღნიშნა უბრალოდ განმარტებას მოვიყვანა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩავეკითხე ბუნებრივია ამ საკითხებზეც, როგორც მარინა დარახველიძემ აღნიშნა, ამ პროექტზე მიმდინარეობა საპილოტო რეჟიმში 2015 წლიდან ხორციელდება და გარკვეულწილად კი არა და არის მზაობა ამ საკითხის განხორციელებასთან დაკავშირებით და რაც შეეხება უკვე მინიჭების, დონების მინიჭების საკითხს, მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროსთან ერთად სამინისტრო აკეთებს თქვა დონების მინიჭების თქვა საკითხს აგვარებს და ასევე ჩართულები არიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების სექტორი კრიტერიუმებით. რაც შეეხება კონსულტირებას, ამაზეც ჩავაკითხეთ და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ჯგუფთან იყო ამის შესახებ სამუშაო შეხვედრები. მართალია, მართალი გითხრათ, რომ ესეთი ფართე კონსულტირების ადგილი გქონოდა, მით უმეტეს თუ იყო ისეთი როგორც იყო თქვა სადაზღვევოებთან მიმართებაში, მოგახსენეთ როგორ ჩართულობაც იყო, საერთოდ ხა მინდა ვთქვა, რომ ჯანდაც სამინისტრო არ გამოირჩევა მაინდა-მაინც ახსნილობით და საკითხების ეს თქვა აქტიურად ჩართვას არ ახდენს და ესე აცხობს ხოლმე ბრალებში გარკვეულ ბრძანებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომ თქვა ხშირ შემთხვევაში ეს თქვა მომგებიანი ამ სფეროსთვის არ არის. იგივე სელექტიურ კონტრაქტირებაზე რო გადავიდეთ, აი ესეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობდა ზუსტად, რომ ანუ აი დაახლოებით 7-8 მილიონის დავები გვაქვს თქვა კლინიკებთან, რომლებიც თქვა ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ მე გაგახსენეთ ეს კიდევაც ვთქვი, რომ გადახარჯვა ყოველწლიური არის 10 მილიონზე მეტი, ხო 2016 წელს 111 მილიონი გადახარჯვა მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ და სამინისტრომ ამ დეფიციტური ხარჯვა იყო წინა წელს 102 მილიონი, ხა იმის წინ კიდევ დაახლოებით 300 მილიონია რა პროგრამა დაწყებული გადახარჯვა, დეფიციტური ხარჯვა და შესაბამისად ხო თუ ედავები 8, 9 და 10 მილიონს, ხო ეს ხო პრობლემას არ მოაგვარებს. საწავიდა იქ 290 მილიონის გადახარჯვის მიზეზი რაღა არის, ხო? მაშინ ისმება ლოგიკური კითხვა, ამიტომ ერთის მხრივ რაცაკურელია, მოსაგვარებელია ეს პრობლემა, იმიტომ რომ გასაგებია რომ ბევრი კლინიკა ვერ აკმაყოფილებს ხომ მოთხოვნებს და იგივე ხა თვითონ სამთავრობო პროექტ წარმომადგენლები და იგივე სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ რომ აი იგივე 2016 წელს 45 რაღაცა კანტორა გაიხსნა, როგორც თვითონ ამბობენ, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული კანტორები ხო შეიძლება ყველა არ, მაგრამ უმეტესობა რომელიც თქვა ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, რომ გაიხსნა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მიიღეს, ვინ გასცა ეს ნებართვები, ვინ მისცა მათ ნებართვა ლიცენზია და ასე შემდეგ. ისევ ის ჯანდაცვის სამინისტრომ, ხო? და შესაბამისად ახლა ისეთი ხშირად ისეთი გონორით გამოდის ჩვენი მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თითქოს ეს მას არ ეხება. თითქოს ის რასაც საუბრობდით და რასაც მხოლოდ ნაწილი პრობლემების მხოლოდ 2016 წლის დეკემბერში გააჟღერეს და რასაც თან მესამე წელია ვაჟღერებ, თითქოს ეს არ არსებობდა. ბატონ სერგო, აქ ჩაგეკითხებით თუ შეიძლება თქვენი აზრით ხომ არ გამოიწვევს მთელ რიგ პრობლემებს პაციენტებში დონეებად დაყოფა კლინიკების? რასაკვირველია აი ეს მე ვახსენე და ვერ გავშალე ეს თემა. რასაკვირველია გამოიწვევს, იმიტომ რომ ეხლა ჯერზე წარმოგიდგენთ პაციენტისთვის უბრალოდ ადამიანური მომენტები რომ ავიღოთ, ის დადის რაღაცა კლინიკაში, მithოულია კონკრეტულ ექიმს, კონკრეტულ კლინიკას, უცებ ეს კლინიკა ეთიშება ხომ ამ პროგრამას, იმიტომ რომ შეიძლება აკმაყოფილებს ყველანაირ პრობლემას ხარისხით არის, უბრალოდ თქვა 500 მშობიარეს მაგალითად შეიძლება ყავთ 450 მშობიარე მაგალითად წელიწადში, ხომ? ანუ ეს თუ მშობიარებზე საუბარი, შემდგომ სხვა კლინიკებსაც შეეხება. ანუ ჩვეულებრივი ესეთი მომენტია ადამიანური, რომ ამ ხრივად გამოიწვევს პრობლემებს. პრობლემებს გამოიწვევს იმ ხრივ, რომ
უბრალოდ შეიძლება ელემენტარული დეფიციტი შეიქმნას საწოლების, იმიტომ რომ ისეთ დიდ მაღალ თამასაზეა საუბარი, რომელსაც ბევრი რაოდენობრივი თვალსაზრისით ბევრი კლინიკამ შეიძლება გადააკმაყოფილოს. შესაბამისად, გათვალა ეს სამინისტრომ, როგორ მოხდება ამაზე გადასვლა, გათვალა ზუსტად რა კონკრეტულ ქალაქში რამდენი საწოლია საჭირო, იმიტომ რომ თუ დღეს ერთ ხელის მოსმით რაღაც კლინიკებს ჩახსნიდა ის ფაქტურად გაკვეთებისკენ არიან განწირული, აი ამ დარჩენილ კლინიკებს რომელიც რჩება რამდენად დალუცთ, რომ ვთქვათ მოახდინონ და შეავსონ აი ის ნაკლოვანება, რაც ამ კლინიკების გათშვით იქნება გამოწვეული. ამიტომ განსაკუთრებელია ეს გამოიწვევს ამას, მით უმეტეს რომ ყველას არ ეხება რასაკურველია, მაგრამ ძალიან ეჭვით ვეკიდები ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ ინიციატივებს, იმიტომ რომ როგორც წესი ხშირ შემთხვევაში ის არის საკმაოდ ისეთ ვთქვათ გაუაზრებელი და გაუცვლელად გაკეთებული, რასაც ყველა პროგრამა თითქმის ასეთი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამას მიუთითებს, იმიტომ რომ ფაქტიურად კონტროლის გარეშეა ეს პროგრამა. უღრმესი მადლობა სერგო ჩიხლაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში საუბრობდა ღია ეთერში. როგორ აფასებთ ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში? 1 მარტიდან სელექტიური კონტრაქტირება შედის ძალაში. 292-11-88, ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრებია, სულ რამდენიმე წუთია გადაცემის დასრულებამდე დარჩენილი და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ დაარეკოთ და მიიღოთ ინტერაქტივში მონაწილეობა, გამოხატოთ ღიად საკუთარი პოზიცია. როგორ აფასებთ ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში? 292-11-88, 292-11-89, ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები. სელექტიური კონტრაქტირება, როგორც ჩვენ საუბარში აღნიშნა გაცემის პირველმა სტუმარმა, განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც წელიწადში მინიმუმ 500 მშობი არიან და პერინატალური რეგიონიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე. სამინისტროს განმარტებით თვე პირველ ეტაპზე ცვლილება სამეანო ნეონატალური სერვისის მომწოდებელ დაწესებულებებს ეხება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები შედის 3 ქალაქში, ესენია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა სწორედ ამ ცვლილებებით ამოქმედდა. სელექტიური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთამავლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწინებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია. კლინიკებს აქვთ მინიჭებული შესაბამისი დონეები. ამ შესახებ საუბრობდა გაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში კი სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება. დავით რერტმანეს დავემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-G ახორციელებთ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მეგობრებო, ჩვენ ამ კვირაში ვეხმარებით 24 წლის ელენე ჩხიკვაძეს. მას აქვს ინსულტი და დროულად სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც 30,000 ლარი ღირს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეკოთ ნომერზე 0900-701-082. ზარის ღირებულება გახლავთ 1 ლარი და ამ კვირაში განხორციელებული ყოველი ზარიდან შესაბამისი თანხა გადაერიცხება ელენე ჩხიკვაძეს ანგარიშზე. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდ www.help.g, მოიწიოთ 24 წლის ელენე ჩხიკვაძეს ისტორია და ნებისმიერი ოდენობის თანხის ტრანზაქციით გაუწიოთ მას ფინანსური დახმარება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან ახალგაზრდა 24 წლის გოგონას, მას აქვს ინსულტი და დროული და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რომელიც 30,000 ლარი ღირს. მე ვიტოვებ კლავინდებურად იმედს, რომ ჩვენ კლავინდებურად შევძლებთ ერთად დგომას, დახმარებას და სიცოცხლის გადარჩენას. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. საეთერო სტუდიაში მუშაობდი ნინი ხუგაშვილი, გადაცემის პროდიუსერია დავით მაღლაფერიძე. გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.